ღირს თუ არა ამ სიცხეში ადგომა და კინოში წასვლა ამ ფილმის გამო. ღირს, რატო? აი ამის გამო. Your planet is now marked for death. I herald his beginning. I herald your end. I herald Galactus. ამ სცენის ნახვა მინდოდა დიდ ეკრანზე. ვნახე და ვისიამოვნე. შემჩა, კარგად დაწერილი სცენარი, იუმორით სავსე, დიალოგები, ხარისხიანი მუსიკა, სიმფონიური მუსიკა და მსახიობების საუკეთესო შესრულება. She was right here and Johnny thinks they had a moment. Okay. I get it. Johnny loves space, Johnny loves women. ეს დუეტი მაინტერესებდა. ამის გამო წავედ. ორი MVP ყავს ჩემი აზრით ამ ფილმს. ეს არის ადამიანის ჩირაღდანი, ჯონი, რომელიც უფრო ჭკვიანია ვიდრე ორიგინალ ვერსიაშია და ეს ვერცხლის სერფერი, რომლის პერსონაჟიც უფრო ღრმაა. მიუხედავად იმისა, რომ რიდი არის ესეთი ჭკვიანი და გენიოსი ფილმში და სცენარის მიხედვით, ჯონი ახერხებს მთავარი პაზლის ამოხსნას, რომელიც ეხება ვერცხლის სერფერს. ანუ არ მინდა სპოილერები, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჯონის აღმოაჩნდა იმდენი ემპათია და ისე დაინტრიგდა და ისე მოეწონა ეს ვერცხლის სერფერი, რომ მისი ენაც კი შეისწავლა, საათობით სწავლობდა, რა უთხრა პირველი შეხვედრის დროს ვერცხლის სერფერმა მას და როგორც კი ამოხსნა მან ეს მესიჯი, ეს პაზლი. მაშინვე გაიგო მისი ისტორია, მაშინვე დაუკავშირა მის გამოცდილებას, თავისი გამოცდილება და ასე გადაარჩინა სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური პერსონაჟია ვერცხლის სერფერი, რომელიც ემსახურება გალაქტუსს, ამის მიუხედავად ჯონი ფიქრობს, რომ ბოროტება ასე არ იბადება. ამ ბოროტების მიღმაც არის მიზეზი. მისი ქცევების მიღმა არის მიზეზი, მართლა არის მიზეზი და ეს გადაწყვეტს ამ მიზეზის გამოკვლევას და პრობლემის გადაწყერის გზის ძიებას. თქვენ წადით და მე დამიკომენტარეთ, როგორ მოგეწონათ. დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ. Bye bye.